ერთ დღეს, ადრე თუ გვიან, შესაძლოა მოხდეს პროტესტის სისხლიანი ჩახშობა, აჯანყების აქტის გამოყენებით და მაშინ საზოგადოებამ, რომელიც მეორე შესწორებას აფასებს, შესაძლოა იარაღი აიღოს ხელში. ასეთ ესკალაციის შეჩერება უკიდურესად რთული იქნება. განსაკუთრებით ისეთი პრეზიდენტით სათავეში, რომელიც წინააღმდეგობას ვერ და არ იტანს. სწორედ ამიტომ მინეაპოლისსა და ლოს-ანჯელესში განვითარებულ მოვლენებს უფრო ფართო ეროვნული პროცესების ჭრილში უნდა შევხედოთ. იზოლირებულად აღებულ არც ერთ ამ ინციდენტს არ აქვს სამოქალაქო ომის გამოწვევის პოტენციალი, მაგრამ მთელი ეს ციკლი არაპროფესიონალიზმთან, ავტორიტარულ მმართველობასა და სულ უფრო მწვავე შტატ ფედერალურ კონფლიქტთან ერთად ნამდვილად ფლობს ამ პოტენციალს. ის, რასაც ახლა ვხედავთ, შესაძლოა მხოლოდ დროებითი დეესკალაცია იყოს, მაგრამ შემდგომი შიდა კონფლიქტები შესაძლოა უახლოეს თვეებში განმეორდეს. ამ მოვლენებზე ძალიან ყურადღებით დაკვირვებაა საჭირო და განსაკუთრებით სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის კუთხით, რადგან სწორედ ეს ელემენტი შეიძლება გახდეს საბოლოო ნაპერწკალი.